მოგესალმებით, მეგობრებო. ესე იგი, ვინ არ მყოლია ინტერვიუზე? სულ ცდილობ ხოლმე რომ ეს ხალხი მოვიძიო საინტერესო ადამიანები და ჩავწერო, ერთადერთი არ მყოლია. ჩემი საყვარელი მამიკო, მინდა გაგაცნოთ. ძალიან საინტერესო ადამიანი, ხშირად ვახსენებ ხოლმე ჩემ ვიდეოებში, სხვა შორის არ იცის ამის შესახებ, მაგრამ მაინც ვახსენებ ხოლმე. და მინდა ძალიან საინტერესო, იმედია საინტერესო ინტერვიუსებით გამოგვივა მამი, იმიტომ რომ ესე იგი ორი დღეარი მთელი სამეგრელო მოვიარეთ მე და მამამ. ვაბარაკობდით, ესე იგი ისტორიაზე, პოლიტიკაზე, თავისუფლების იდეებზე და მოკლედ რაღაცაერთ ინსპირაცია იყო ჩვენთვის ეს ჩვენი ორდღიანი ვოიაჟები. და რომ საუბრობდით ძალიან დამაინტერესა, იცით როგორი მომენტი, რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა, თქვენს ჩამერთვეთ ჩვენ დიალოგში. გუშინ გავაკეთე ვიდეო თავისუფლებაზე რა არის ეს ურანული იდეები, ხო ეს ჩვენი თავისუფლების იდეა და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ აი მამჩემი დათო ზუსტად იმ წლებში საქართველოს ისტორიაში, როდესაც ყველაზე მეტად არ იყო თავისუფალი სიტყვა, უძღვებოდა ტელევიზია ძალიან ბევრი წლების განმავლობაში და ეხლაც ფაქტიურად ეხლა იდეა ის არის, რომ კავკასია იყო ყოველთვის დამოუკიდებელი, ყოველთვის თავისუფალი. აი, ძალიან მაინტერესებს შენი აზრი, რა არის თავისუფლება? რა იდეებმა შეგაქმნევინა ეს პლატფორმა, ესე რომ ვთქვათ, ტელევიზიის, სადაც თავისუფალი სიტყვა ისმოდა ერთადერთი, მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ოპოზიციური ხმა ისმოდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ფაქტიურად ოპოზიციური სამჭედლო იყო კავკასიაში. ფაქტი არის ეს ახლა რეალურად. რა იყო ეს თავისუფლების იდეა შენთვის? ვაიმე, მამა, შორს წავიყვას ამას საუბარი. წავიდეთ, გავცუროთ შორს. მაშინ და წავიდეთ ამერიკაში. დეკლარაცია უნდა გამიხილოთ საერთოდ. ადამიანის უფლებებზე იქ დაიწყო უბრალოდ სიმართლე რომ გითხრა საფრანგეთში დაიწყო იქამდე მეგონი იტალიაში მერე ინგლისში და ამერიკაში გადაიტანეს ეს ყველაფერი თავისუფლება აი გამოხატეს თავისუფლება არის გენიალური და იდეალური მომავალი უნდა გახდეს ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის და ამას ყველა ხელისუფალი ბოჭავდა ყველა რეჟიმე ნებისმიერი რომ გაიხსენო ყველგან იგივე ამბავი იყო და მაინც ეს აი ამოტივტიდა მე-19 საუკუნეში უკვე სერიოზულად, სხვა შეიძლება მიყვირდა ხა სოციალ-დემოკრატებს ვერ ვითამი ვერასოდეს ჟორდანიათი დაწყებული ყველანი იყვნენ უცნაური ადამიანები. არა, მარტო უცნაურები იყვნენ. ეს პრინციპში რუსული ასე ვთქვათ ინტელექტუალების სრიდან წამოსული ხალხი იყო და ერთი-ორი იყო გამონაკლისი, ილია ხუთიტანი იყო, ვაჟა-ფშაველა და შედევრი იყო და აი მათ ცოტა გააქართულეს ის, რასაც მეა რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ევროპული თავისუფლება? არა, და ძალიან უცნაური და საინტერესო ბიოგრაფიის ნაცია ვართ ქართველები და აი რომ უყვირდები. მე მართლაც მიყვეს 85,000 წევრი იყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ჟორდანიას პარტიაზე ვიძახი. ხაჭმეს იქამდეც აი ესენი რო იყო რუსეთის იმპერიის გოსდუმაში სულ ნიჭიერი და 27-28 წლის ქართველები იყვნენ წარმომადგენლები. და თვითონ პეტერბურგის შოქში იყო ეს რა ელიტარისა და ეს ჩემი მოგონილი არ არის რეალობა. ერთადერთი ვარ მეგონი ვინც აი ეს რუსეთის გოსდუმის ქართველების გამოსვლას ვკითხულობდი და მე რეაქციას ამათ გამოსვლაზე. ფაქტიურად ლიდერები, ნუ იქ 3-4 კაცი იყო რუსებისა და ქართველები დომინირებდნენ. და ნუ ეს შორს წავიყვას ამას საუბარი, მე ვამაყობ, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური გაცდა მაქვს. სოფელი ბახვი არის აგერ აქედან არის მეგონი 30-40 კილომეტრი ბათუმიდან და იმ ბაღში 31,000 კაცი გამოვიდა წითელი დროშებით. საოცარი ის იყო მოვლენა ოფიციალურად წერილი გამოამზანა ლევ ტოლსტოიმ. ვისაც არ გესვი და არ იცით რა არის ლევ ტოლსტოი. ახალგაზრდა მე ბევრი მაგათ სამკითხველი აღარ არის, მაგრამ ის ხა ეპოქა იყო და იმ ეპოქაში ცხვირს აღარავინ აღარ ყოფს. არა თვითონ სხვა ჯერსა კახეთში იყო გარნიზონში მსახურობდა და რა არის ის აღრთვანებული იყო ქართველები აღრთვანებული იყო აი ამ გურულების გამოსვლით ბაღში ეს იმაში იმპერიაში მსგავსი მასობრივი გამოსვლა არ ყოფილა და იქიდან მოყოლებული ჩვენში მოდის აი მოყვავს ეს იდეა გამოხატვის თავისუფლებაზე ახლა საუბარი მე ხო მაგრამ ამ გამოხატვას ხო რაღაც იდეები უნდა კონტექსტში ეს იდეა არის თავისუფლება ჩვენ ხო აი ფიზიკში იდიოტურად შეგვისროთა რუსეთმა და 1800 პირველი წელი კოშმარი იყო. ეს აერთხელ მოვყევი მე ჩემთან ეთერში იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო და რაღაც უცნაურობა ისეთ ქართველები გარეგნობით და ესე ვთქვათ
შრომის უნარიანობით გამორჩეული ნაცია ვართ, ვიყავით და მე მგონი ვიქნები და ალექსანდრე პირველმა აქტი გამოსცა და აი დღევანდელი ეს რო არის აი ეგრეთ წოდებული საზღვრის იქით ვალეთი არის. ადრე ქართველები იყვნენ, მერე გაოსდნენ. იქ მასობრივად ჩვენი 20 მეგობრები, ახლობლები იტაცებდნენ ქართველებს. და იქედან ეს გუშინ რომ მომიყევი, ხო? ეს არავინ არ იცის, იცი და ყველა სოფელში აი ეს აცხადებდნენ აი ამ მანიფესტს ხე ხო გაგიგით როგორ იტაცებთ ქართველებს ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და როგორ იტაცებდა როგორ ყიდითო ამასაა და ყირიმელი თათრები გამიჯერე და ძირითადი ბიზნესი მაგათი იყო ესა იტაცებდნენ ქართველებს და ძირითადში კოლხებს იტაცებდნენ ჩვენში დარჩეს თუ კი ესენი ყირიმელი თათრების ხელში ჩავარდებოდა სხვა შორის ეს ჩერქეზები ახლა რო ვითუნგა მაგენი თათრები თურქები არიან და მაგენი იტაცებდნენ და ავიდნენ თერში ეს ოსები და ოსებას დაიწყეს ბიზნესი კეთება ამაში ისევე რო ლეკები ჩვენი ვითომ ნაცავი ლეკები ჩამოდიოდნენ იტაცებდნენ ქართველები სხვა კეთებდნენ რაღაცა ამანდა ქართველები ნაღდადერა ქართველები ქრისტიანი ისეთ უცნაურები იყვნენ აი საოცრად სულთა ხალხი და ეხლა ინციდენტები და იდიოტობები ხდება სხვა ჯერს თუ გინდა მაგაზეც მოგიყვები ვები ერთი წერდა თუ მე მეხსიერე ვარ ვალატოს მე 16 საუკუნის ბოლო იყო და მე-17-ში და ესე იგი იმასთან სოხუმთან მიადგა გემი დაქირავებული ჰქონდათ ესე იგი მე მგონი თუ მე მეხსიერე ვარ ვალატოს ირანში აპირებდნენ წავსა მე მგონი საელჩოს თანამშრომლები იყვნენ ხო და ნავით მივიდა ამ გემთან ნუ იმიდან მსხლის საზღვარი მიდა ნაპირიდან სადღაც 100 მეტრში იყო და ნავით მივიდა ერთი ბიჭი. ალბათ ბიჭი იქნებოდა 20-22 წლის. და რა გინდათო და იმათ თაფლი მოუთხოვდეთ რაღაცეები და მოუდა რამა და ამას შესთავაზა. ეს იყო მე მგონი მე-15 საუკუნის ბოლო იყო, იცი? ეხლა რო ვიხსენებ და იმან რა შესთავაზა იცით იმ ბიჭმა უცხოელებს არ გინდათო ეს ორი კაციო მოვყიდოთ. ერთი იყო ძმა, მეორე იყო მამა. საოცრება იყო, მამა. საოცრება და ნუ ესენი ეთყობა იპარავდნენ რაღაცა და ყიდნენ მერე და ნუ აშკარად შერყნელი ოჯახი იყო, ნუ ისინი იყვნენ რა მარაჯორები. და ეს კაცი დაიშოკა. ზუსტად არ მახსოვს მე ეს ამბავი მან მოყვა იმაში სტამბოლში. მაშინ ხო სტამბოლი ერქვა უკვე. ეს რომ მოყვა ის შემდეგ 3 თუ 5 დენი დაიძრა რომ ეყიდათ ქართველებს. ანუ გაბაზრდა რომ აქ შეიძლება აი ძალიან იაფად მიყიდა მამა და ძმა. და ბიზნესი მოიხოდა. მოკიდეს ამ თურქებმა და დაიწყეს ამ ქართველების გადაცემები. და საერთოდ იცით პერიაბას ებიტელებს ეყიდნენ. აი ეს მასობრივი იყო, სხვა შორის იგივე ამბავი ახლა ეს მარტო ჩვენ არ გვჭირდა აი ბულგარეთი რა, დღევანდელი ბულგარეთი, რუმინეთი. ეს ძველი დრო იყო. არ იყო ძველი. აი რა არის იცი მამა, აი არის რაღაცა იცი, ეროვნული იდეა. რა არის იცი, დიდი მასა ხალხისა, რომელიც ქმნიან პროდუქტს, იზრდებიან ვაჭრობაში მიდიან, აი ესე თქვა ბიზნეს შემოვდა, რა სწორია, ჯარს კრიბავენ. სახელმწიფო ესა მეტი არაფერი. აი ეს შემცირდა მოსახლეობა. მარტო თურქებს საქართველოს აძლევდა ეს ოფიციალურად იმერეთის მეფეზე იყო დავალებული 15000 ბავშვი არასრულწლოვანები. და ჯარი იყო. ხო, ნახევარი ბიჭაკა, გოგოები, ნახევარი ბიჭებს. მასობრივია ეს გენოფონდის გაწურვა ხდებოდა. აი ეს მე რატო ვიყვებით ეს ალექსანდრე პირველმა ეს რომ დააცნობიერა რომ თუკი ჩვენი სივრცე არის ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მოქალაქე და ოსებს უზანა მეორეჯერ დავინახავ ამასა და თქვენ გაგასახლებთ ბაკედანო მასობრივად იტაცებდნენ აი მასობრივად და ეს არის ახლა ბევრს შენით რაღაც შემთხვევაში 32 წელია თუ არ ვცდები რომ და აფხაზეთში არავინ არ დადის ქართველები ბიჭვინთაშის გაგრასთან გაგიშენებ ბიჭვინთაში ეკლესია ქართული ტიპიური ქართული ეკლესიაა აღარ ცხოვრობდნენ იქ ქართველები მე-18 საუკუნეში და იმდენად იყო შევიახლა ვინც არ იცის ეს ვაჭრის ბუდაოთაში ვარ ნაყოფ აი პატარა ეკლესია იყო იქ ქართული წარწერა იყო დიდი კარებზე
ეს კომეტა იყო ჰალეა გალეა მოსულად აი ეს კომეტა რომ გადაიარა იმაზე საქართველოსთან ნუ გამოჩნდა ძალიან და იქ ეწერა რომ მზეზე ორჯერ უფრო კაშკაშა ჩაიარაო ქართული წარწერა არის გუდაოთა ვაკე ადგილია ვაკე ადგილში მიწათმოქმედება ხდებოდა აი აფსვები ხო ეხლაც კი თოხნა არიციან არ უყვარ არც ხორბლის თესვა არც არაფერი ესეთი მათ არიციან ხო და მე მაგის მინდა რომ აი კედან მასობრივად ნელ-ნელა ჩამოდიოდა და ბოლოს საბოლოო ჯამში აი მამდე რა ქვია კოდორზე გააბათ ნუ კოდორზე კი არა სოხუმთან რამდენარი აღარ მახსოვს გრანდიოზული კედელი არის შენ მეზობლები 10 მეტრი სიმაღლის ის კედელი და იცავდნენ აი ამ ჩვენი ახლო მეგობრების ჩერქეზებისგან თავს მასობრივი იყო ესა და ეხლა გუშინ რომ მოვდიოდ ეხლა ზუგდიდ ხო ის მოყვა ეხლა გუშინ რაღაც ადგილ ყვებოდა რაღაცა ეს იქ წავედით ეხლა გუშინდელ საშინელებაა იცი რა მაინტერესებს აი ეს თავისუფლების იდეა რაც ეხლა შეყვები იქიდან მოდის აი ეხლა როგორ ხედავ შენ რომ აი ის შენში რა იდეა იყო რაც გამოძრავებდა კაცო ეს იქიდან ყველა ქართველი მოდის წიაღებიდან ხო წარსულიდან მოდიან და არასახარბიელო ყოფა იყო ხა ბრიზებში ნუ ახლა სტალინის დროს საშინელი ტოტალური ის იყო გამოხატვის თავისუფლება დანულებული იყო ნუ სოციალურ პრობლემებს და რაღაცებს მეუბნებიან აგვარებენ მაგრამ ის ორად ძალიან ბევრი ადამიანი რომ უმაღლეს განათლებას იღებდა და გონია რომ ბევრი 200-300 კაცი იღებდა უმაღლეს განათლებას მე-19 საუკუნეში. ყველაზე მეტი 500 კაცი მიდიოდა საქართველოსთან თუნდაც აი რუსულ ესე ვთქვათ უმაღლეს სასწავლებლებში და მასობრივად რომ დაიწყეს 20-იან წლებში განათლებასთან უფასო იყო განათლება მაშინ რაც თავარი აი მაშინ მასობრივად როდესაც ადამიანებმა წერა-კითხვას დაეუფლნენ და განულდა ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ის შესრულდა 100%-იანი ეს იყო სწავლა-განათლება ყველა ახალ ბავშვები 8 წლიდან იყო 9 წლიდან მაშინ მაგრამ 15-16 წლიდან ყველა მიცოდა კითხვა წერა აი რა არის იცით აი ის ფაქტი ახლა ტოლსტოიზე რატომ მოვყევი ტოლსტოი აქ იყო კახეთში აი იმაზე ციფგომბოზე რაღაცა ის იყო გარნიზონი და იქ მსახურობდა და იცნობდა ქართველებს და ქართველებს ეს ყაყა აი როგორც სუნთქვა გიხარია და როგორც ენერგიის ხარჯვა ისე იყო მათთვის თავისუფლების განცდა აუცილებელი ის იყო პირობა რომ ქართველი ყოფილიყო თავისუფალი და აი ამ იდეით წამოვიდა ინერციით ის საზოგადოება რომელიც დავუშვათ თუნდაც 56 წელს აპროტესტებდა საბჭოთა კავშირიდან გასვლა უნდათ მე ეს ჩვენი ელიტა ინტელექტუალებისა საოცარ განათლებით და საინტერესო თაობა ყავდა. მე ყველას გირჩევთ ხალხო გააცნობიერეთ ჩვენ ყავდა ტიტანი, მეტომ გითხავ სოფლიო მასშტაბის მეცნიერი მუსხელიშვილი აი შე რო გიყვებოდი გოჟი დრეკადოვის თეორია მილიარდები მისცა მთელ სამყაროს. დრეკადოვის თეორია ეს არის აი რეწველობა და მით უმეტეს გიგანტური მშენებლობები, გიგანტური აი ეს მართლა იყო მანამდე ეს თეორია? მართლებდა, არც აი დემები შუა საუკუნეებში. 30 მეტრის იყო მეტი. ხისგან უკეთდებოდა გემები და ესე იგი 150 და 200 მეტრის სირიებს აკეთებდნენ ტბებში. ხერხის დროს ეს ხო ვერ გაუძლებდა. და გემები ეს რატო წამოვიდა ეს იდეა მუსხელიშვილი ეყვა ჩვენ ძალიან ბევრი გიგანტი მასე ისინი ყავდა მათემატიკური სკოლა თვაჯერ იყო ერთდროს ქართული სკოლა ეგეთი ეს ცნობილი ფაქტი არის ხრუშჩოვს უწყვია ეს აკადემიის საბჭოთა კავშირის აკადემიის პრეზიდენტის სხვა ვერ ნახეთ ვინა ეს ეყავდა ესეთი მსოფლიოში მეორე არ არის უთხრეთ ჯანდაბა თქვენი თავია და მოაწერა ხელი და ყველაზე დიდი ციმბირის აკადემიაში რა ქვია უნივერსიტეტი იყო თუ აკადემიის ფილიალი ზუსტად არ მახსოვს წლები სწავლობდა და მუშაობდა ეს იდეა ერთეული ადამიანების ის კი არ არის მონაპოვარი ტალღა წამოვიდა განსაკუთრებით 60-70-იან წლებში რომ აი ეს ყოფილიყო მთავარი ფასეულობა და აი გუში მაგას ვიყვებოდი შეცდა ტელევიზია რატო გააკეთე კრიზისი იყო და საჭიროება იყო ვაგესი. სიმართლე გითხრა ახლა შეიძლება ვამბობ რა ის შოკში ვიყავი სხვა შორის. ძალიან საინტერესო რაღაც მომიყევია მეგობრობ ახტანგვარამიას და ახტანგვარამიან ამერიკა ღამის 7 საათი იყო თუ ერთვე და
ისენიო, ნუ რუსები მიდიოდნენ წინ და რუსები შევიდნენ გალშიო. და ხოცეს და ხოცეს გაზაგზავ დამირეკესო ეხლაო და ხალავა ენგოთა მილენო ეს ისენიო. შოკია ეს საოცარი განცდა მქონდა. და ნუ ყოველ შემთხვევაში რა არის მაშინ არც მიტინგები და არც საპროტესტო აქციები არაფერი არ ყოფილა, იდიოტობა იყო რაც იყო და ავკარგეთ რა ეს აი თვითონ ის აფხაზეთში შესას, ნუ ყველაფერი ეს რუსები დადგმული იყო საბოლოო ჯამში. ისტორიული შესწავლა იყო ჩემი სუბიექტური აზრია, საერთოდ არ უნდა წასულიყვნენ ეს მხედრიონელები სამეგრელოში. სისულელე გააკეთეს, სისულელე. ხო და აი მოხდა ის რაც მოხდა ქართველების ეს ერთიანობა ჩამოშველი იყო და რუსებმა გამოუშვეს ეს აფსოები თავიანთი ჩერქეზები და რა ვიცი 1000 ოხრები და მამაძაღლები სხვა შორის აუცილებლად 200-მდე სომეხი მონაწილეობდა ემედან რა ქვია ხმერთა ბეირუსში ძალიან ბევრი სომხები იყო და იქ ირავეს რაღაცა ხონდა და მაგათ ჯგუფი და სულ ამოხოცეს საჯარო ცნობის დაცმინდა გითხრა 240 სომეხი დაიღუპა საქართველოს მოხალისეებში. მასობრივად იბრძოდნენ ამ აფსოების და რუსების წინააღმდეგ და ამას რატო გიყვებით გვარამე ან ეს მითხრა მე და სხვა შორის ეს მე კობანაყოფე ამას მითხრა იქ ვიყავე მე გალიდან გამოვასწარიო და წინ რუსები მოდიოდნენ და პირდაპირ ტყვიანი ქვევებით ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ. საინტერესოა ეს ფაქტი და მე შენ იდეა როგორ მოხდა 93 წელს და 94 წელს აი ვახტანგი მეს რომ მითხრა რომ დავკარგეთ აფხაზეთიო და რა გასაკეთებელიო არ ვიცი აი ხელები მეკავება და ჩვენ პროპაგანდა გვაკლია მეთქი ხალხს ინფორმაციის მიწოდება და დანარჩენ სამყაროზე მეთქი ერი რა უნდა მაგასაო და მას მეორე დღეს რომ შევხვდი ამაზე ვისაუბრე და ტელევიზია გასახსნელი მეთქი რაღაცა ისეთი რომელიც არ იქნება სახელისუფლება რომ ხელისუფლება მე დავუშვათ რუსებს არ უთხრას რომ აი გავათავისუფლებდა და დამოუკიდებელი ისა მეთქი სადაც შეიძლება თავისუფლად აკრიტიკოთ თქვა რუსეთიც და იქ სახელმწიფო პოზიცია არ ჩანდეს. რა არის ფაქტობრივად რუსებმა ნუ დედაგვიტირეს რა, დაგვართოს რა, ყველაფერი და აი თვითონ შევარნაძეს მე საერთოდ მიყვის როგორ გადაარჩინა სახელმწიფო ინსტიტუცია შევარნაძე. ხო და აი რა არის დამოუკიდებელი ტელევიზია საჭირო იყო. იდეაში გიძაერე. და გააკეთე მე შენო ხო თუ შეგიძლია გითხრა. აი მას გავაკეთებ პერტი აბაშო და ვიცი ეს და ის იდეა პრინციპი. და გუშინ მოყვებოდა როგორ გახსნა მე ტელევიზია ფაქტიურად 50 თეთრი. მარტივი წავედი იმაში კაცო. სამინისტროში გაწვადა და დავწერება და ფაქტი არის აი ღმერთო აი გუწმელად გეუბნები ძალიან კარგი ის ყავდა ჩემი უფროსი მასწავლებელი იყო სხვა ჯერს აიბაშ საზოგადოებრივი მაუწყებელი რასაც კი იქ იყო ამ ყოფილების გამგე გადასარევი კაცი იყო და მან მითხრა რომ თუ ამას გადაწყვიტავ ძალიან ბევრი რამაა საჭიროა და რაც მითხრა სადღაც აი $1000 იყო საჭირო და მე მაქვს მეშვიდი არხიო შეიძლება იქიდან სიგნალსაო მე უშვებო და შეიძლება გაუშვო და იმას იზამსო ნუ და იქირავო მთელი ეს ისაო ხო სიგნალები და ჟორა გიორგი გაბისკირი აი ფანტასტიკურად პატრიოტულად განწყობილი კაცი იყო აი ისეთი განათლებული ანუ იდეა მოეწონა თვითონ და დაგეხმარა მე უბრალოდ კითხე რომ ისა აი რა უნდა გავაკეთო რომ დავუშვათ გავაშია სტუდია უნდა ქონესო რასთავარი რელეკა რომ გადასცე ანძაზე და ანძა მე გავუშვებსო ნუ შემთხვევაში მაშინ დღის ეთერი ავიღეო ჯერ 4 საათი მქონდა მეორე არხისა ხო და აი მაშინ ეკონომიის ბიზნესი და ჟორა გაბისკირიას ქონდა მე-9 სართულზე ბოლოს სახურავზე ქონდა თავისი მე-7 არხი საკაბელო ტელევიზიის შენობა და ისიც თანამგზავრის მსგავსი ქვია რელეკას რომელიც სიგნალს გაუშვებს ანძაზე ეს მაქვსო და მე მოგცემო დროსაო რამდენი გინდაო გინდა 5 საათი ვიღალე გინდა 10 საათი ერთ ოთახს მოგცემ და სიგნალი იქიდან გაუშვება ყოველ ტელევიზიაში კი აკეთეს პირველად ეს ყველაფერი იყო ანძაზე ტელეცენტრი არის იქეთი პაცოცილა ოთახი არის იქიდან ხდებოდა პირველი სატელევიზიო სივრცეში წამყვანის გამოჩენა და ასე რაღაც ამდაგვარი ქონდა ამ მე-7 არხზე ხო და ნუ პრინციპში მე ნელა ძალიან იაფად ვიშოვე მე ეს თებში და მე ეს თემაში გადმოვედი
ანუ ძალიან კარგი იყო იმელის წინ იყო ჩემი მეგობარი იყო გადასარევი კაცი იყო ცარიელი დარბაზი ქონდა სალაროების ყოფილი სალაროების ისა დარბაზი და მოქცევა მაგასწორეთი 6-8 თვითაო და მე ფულს გადაგახდა ივლებს ზედა შეს გადაბახდა რა გადასარევი კაცი იყო ხო და დანაერთი ის იყო ეფექტური რომ მოგვიწია საინფორმაციოს ჩართვა ამ ძირითადად მაშინ ვარჯიშები გადიოდა ხო სინძი კრაუფორდის ჩვენ ვარჯიშობდით ხოლმე პატარა ვიყავი მაშინ და ეცი რა მახსოვს კიდე ხორცები სომხურ ენაზე იყო კიდე საინფორმაციო აი კავკასია რაღაც მაგიდიაში იყო რომ არა აზერბაიჯანულადაც ხონდა ძალიან კაი გოგო იყო ისე რა უნივერსიტეტში ლექტორი თან იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ აი და იყო კი არა ნუ იდეაში მე ვფიქრე რომ საერთო კავკასიური რაღაც იმს ვაჭრეს მე რამდენიმეჯერ ესქენის ჩვენი სიგნალი გადიოდა აზერბაიჯანში სომხეთში მაშინ ცენტრალიზებული იყო ეს იჯდა რუსული ORT იყო მაშინ იმათი მეორე არხი და გადიოდა მთელ ამიერკავკასიაში და სადაც 5-6 თვე ჩრდილო კავკასიაში ვიყურებდნენ ხოდა ნუ იდეის გამო რომ აი დამოუკიდებელი ჯობია დაგიდგენ გვერდში რაღაც ესეც გამოვიდა ცოტა ხო არა ის ვაჭრეს ყველა გვეხმარებოდა აი გვიმარტივებდნენ მას ყოფილ და ყველაფერს მე მახსოვს პირველ არზე ვიშაოდა არ ვიტყვი ვარდასახელს და 4 თუ 5 ჟურნალისტები ვართო და უფასოდ ვიმუშავებდა თქვენთან და ეს საინფორმაციო არის ყველა დიდი ტვირთი ყველა ტელევიზიაში თუ ვინმე ჟურნალისტიკაშია ყველა გაიზარდა კავკასიაში შედარებით არა მასე არა დავიდან იწყებდა ყველა კავკასია ანუ მაშინ პირველი არხი იყო და პირველ არხში ხეფასი რამდენი იყო იცი მოგდების ეცილით რომ მაშინ იყო $5 ძალიან ცოტა ის იყო და მე ახლა ეს ლარი რო გამოჩნდა მაშინ უკვე ის იყო ნუ ამოისუნდა ეკონომიკა ერთი ყველა საინტერესო ის იყო რომ ხა ვის ჯერა ვის არ ჯერა ვიცი მაგრამ მართლა ვერავი ვერ გიყიდა ეგრე ვერ მოახერხე რა თუნდოდა აი ვისაც ზალა ქონდა ახლა მოდი რა თქვა და გვარდიას ყავდა ტელევიზია მე გადაეშალა ის იყო რა რაღაც გაყოფილი იყო ნუ ყოველ შემთხვევაში შევარნაძენ 20 მაბადე იმამდე მიიყვანა საქმე 95 წელს უკვე არჩევნებში და მაინც გაყავდა მაშინ ზვიადისტებს მაშინ ქონდა 26-27% მარტო ზვიადისტებს 16 დაუწერეს თუ რაღაც ძალიან ის იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო ცხოვრება რომ გამოჩნდა და პარლამენტს უნდა ეღიარებინა მთავრობის თავმჯდომარე და ვითომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს მაშინაც ყოველ შემთხვევაში ну მე კონკრეტულად არავის ისეთ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ვიყავ. ხო და აი მაგას ვამბობ, როგორ ახერხებდი ამას, ხო? ხო და როდესაც არავინ არ ჩაგარტყავს მართახსოვზე. ავიდა თავისუფალიც ვიყავ და ყველა ჯურის ადამიანი გამოვა და ყველა პოლიტიკური ხედვისა და ასე შემდეგ. საერთოდ გიტოვაში რომ დაიჩერეს ბაში ზუია შევარდაძე დააპატიმრა გიტოვადი და სიგვას დაურეკე. და ბოდი ჩემი სტუმარი გახდით. რა თაბიჭირენა მე ვთქვა მე მანქანა მოგა წამოგიყვანთ მეთქი და რატომ დაგიჭირუნ მეთქი თქვენ. მე და სიგვა ვარ. რა მეთქი გაზო იმას კონკრეტული დანაშაული აქვს მეთქი და საათი და 40 წუთს ვისაუბრეთ ვაჭრებს ყველაფერს ვისაუბრეთ. აი და ისეთი რეაქცია მოყვა ალბათ რა საოცარი ვირავ და ვისწა საერთოდ რა არის თუ შენი არა ვერ უბრძანებ მეტი არ დავინახო ეგეთი. მე ფიქრობ რომ რაღაცა დოზით თავისუფლების და ეს გამოხატვის თავისუფლების ჟირი მაგაი როგორც პლასტიკაში ვეცდა ისევა და გაჭედელი. ხო არა ლოგიკით ახლა უკვე მოთხოვნადი გახდა. მამა ეს სადღაც იცი ბოლო 20 წელია მოთხოვნადი გახდა აი მართა გამოხატვის თავისუფლება. ვაჭრებს რა არის ახლა მიშას ახლა დიდი აზრის არასდროს არ ყოფილა. იცნობდი ძალიან კარგად მაგრამ მაგი უფრო პოლიტიკოსი იყო ბიზნესა მოჭდა რა ვიცი რა. დიდი შკაფი პატარა გულსამზარეულოში არის ის რა არა მაგრამ ის პოლიტიკოსი ის დარბევების მომხრე იყო მაგრამ მაგის გეოპოლიტიკური შეცდომა ეს იყო ხალხი არ უნდა განწარებინა და თორე საგარეო პოლიტიკა ახლა ნორმალური გქონდა ჩვენ რა მაინც დაწყობილი იყო და იცი რა არის მიშა მაინც დასავლური ღირებულებების ერთგული იყო და ამით გადაიკიდა პუტინის და ძალიან ბევრი თვითონ პარლამენტში ანტაგონისტური მიდგომები იყო მას რომ უფრო გახსნილად ემუშავა ყველას და არ იქნებოდა ორიგოს. რა ხო ვარას დღეში ვართ.
ჩვენთან იყო ვისაც პირველად ეთერში ჩვენთან გამოვიყვანეთ თუმცა არ ვადადოთ ნინოს მიყავდა მაშინ რა იცი და ყველას ეშინია კომუნიკაცია იმასთან ვიზეს გავლენა არა აქვს და ახლა ჩვენ დამიჟოთ გავლენა ხშირად მოდიოდა ჩვენ და ყავის დასალება და საათობით იჯდებ საუბრობდით ხოლმე მაგრამ რა არის იცი მანაც აი ავტორიტარული მართვის ესე ვთქვათ მაშინ არის შენ თუ გახსოვს და ვისაც გახსოვს უფრო პოპულარული ლეიბორისტები ხო და აი სწორედ მაშინ იქ ესე ვთქვათ მოქალაქე და კავშირის აქტივი აშკარად ორაჟენცო განწყობაზე და მიშა გარღვევა გააკეთა მინისტრობა დატოვა და ცალკე შექმნა ერთი ნაციონალური მოძრაობა და კონკურენციაში გავიდა აი ლეიბორისტები და ლეიბორისტებზე მეტი ხლა დააგროვა და პრინციპში აი მაშინ მაგი ხძირითაში ებრძოდა ნუ რა ებრძოდა ახლა ნამდვილი ბრძოლა არ ყოფილა მაგრამ გაემეჯნა თვითონ მოქალაქე და კავშირს ანუ შევარდნაძის მმართველობის სისტემიდან გაიჟონა ხო და მან მრევლი წაართვა ლეიბორისტებს ხო და აი ბევრი ხალხი სწორედ ლიდერის გარშემო დადგა და აი ამ დროს მას რომ მოქნილი პოლიტიკა ჩაეტარებინა და უფრო გაეფართოვებინა დღეს რეალურად ციხეში არ იჯდებოდა ეს გამოხატვის თავისუფლებაზე მაინც აი ყველა ეს არის ჩახოვულია ყველას რომ ამას გვიზღოდა ვერ გაგვინათრულა ხო და აი მე რაც მახსოვს კომუნისტების დროს მახსოვს არ იყო ესე დონეზე შეზღუდული როგორც ახლა აი ისიც შეებილებული იყო ხო და პარტიაშვილის ეპოქა იყო მარტო ოქროს ხანა რა თავისუფალი მახსოვს აქციებზე დადიოდით თქვენ დადიოდა თავისუფლად კი ერთი ხარამდევიჯერ დაგიჭირეს მახსოვს ადრე კომუნისტების დროს ვამბობ მაგრამ ეხლა მეც რო დავდიოდი აქციებზე მართლა კატას უყრიდი ბევრ საჭმელს რომ რამე იყო და ვერ დაუბრუნდეთ ნუ ახლა ესეთ რაღაცაში მე მგონი თქვენ არიყავით ესეთ ტერორში და 8 წელი იყო აი მარტო ოქროს ხანა ჩვენთვის 99 წელი აი 99 წელი რაღაც საზოგადოებრივი თავისუფლების კუთხით აი დათქონვა წარმოშობ ძალიან დიდი პროტესტი და ტალღა მთელი ეროვნული ენერგია გადმოიღორა რუსთაველს ეხლა სად უნდა ვითმინოთ ესეთი შეზღუდვა არასოდეს რა ყოფილა ესეთი. აი მე ძალიან კარგია რომ ესე იდიოტები არიან, გაუნათლებლები არიან ყველა იმაში შტოში თუ აი ძალის გამოყენება და აი რომელმა კრეტინმა ხო უკვე ვიცი ვის გაგდა ქუჩაში ტროტუარზე გაჩერება და დამშაული იდიოტობა ნუ აი პროვინციალიზმის წერია რა. და სხვათა შორის იმ აქციებზე ხა მამა მიყვებოდა გუშინ, ხა მართლა მოვიწამლეთ ყველა. კი, რაცოცა ნოემბერში საშინელება იყო. მამა მოყარო, ხედულობა დაუქვეითდა მაგის შემდეგ. რაღაცა მამა აი ქვიშები გამიჩნდა და ძალიან ცუდი აი ფოროცება ჩამოხსოვენ ათვეთუგან აი გილიოტინაზე გაუშვებენ იმათ ვინც ეს გადაწყვიტა. ზამთარში ცივწყალს რო ასხავ უკვე დამანგრეველია ცივწყალს რო შეგასხავ და მანდ რო საწამლოს უბრევ რა კიდე რო აბას აკეთებ ნუ ან ეს ხელისუფლება აქტიურად დავდიოდით ვიცოდით რომ უკვე რაღაცა მართლა ეს არისო გაზი ნუ ყოველ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება დღესაც დომინირებს და ნუ ესე ყველანაირად ზღუდავენ ახლა რო შეხედო მეცინება რა ასობით მილიონი ამ ბიუჯეტში შესატანი იმეს გინდა და გინდა რუსთავიოს და გინდა კიდე რაღაც ვიღაცებს. არავის აი არ თქვენ არავის ხო? თქვენ აი ვითომ ხო სხვადასხვა ტელევიზიები ამ დროს არის ეს ის არა სახელმწიფო მამონები არიან და დამთავრდება რა ადრე თუ უკვე არა. ახლა რაც უნდა აგზალონ ტროტუარებზე დგომა ეს სისტემა ჩამოშლის ამად აუცხრებლა და ერთადერთი მისიმედია ხშირად თქვი თავისუფალი სული ქართველებს მაინც აქვთ. აქვს ფაიმემა ეს დიდი ხანი არ გავგადია ესე იყოს. ქართველები აი მართლა მიჟები იყვნენ ბრძოლებში რა. ახლა ელემენტარულად აიღე რა. ესე იგი 300-მა ხევსურმა ეს 4000 კაცი რომ იმასთან მივიდა რა ქვია. გამოედევნენ რეკლამები 300 შეაყვე და ეს 4000 ისინი სპარსელები ამოხოცეს იქ. სხვაჭერი საინტერესო იყო ის არის რა ქვია 900 კაცი გააგზავნა ხანმა ლისის ტბაზე ის არისო მესაქონლეობა და ცხვარძროხა ჩამოგვიყვანდა ყვება მაშინ ესე იყო დაპყრობილი ტერიტორიების სოველების დაკრით არმიები იკვებებოდნენ 60 კაცი შეასკდა სოფელი ლისის 60 კაცი შეასკდა იმერ 900 სპარსელებს ამოხოცა ცხენები ყველაფერი და დახოცეს ისერი 60 კაცი 900 და ნუ ამხელა ციფრია ფანატიკურად იბრძოდნენ და
აი ესა ვარ ჩვენან აღმა ბიზნესთან ახლა და ბიზნეს გარემოწვა ხო საერთოდ არ არიან ნუ როგორ გითხრა პერსპექტივა ძალა არის თავიდან რომ მოვიდა ბიზნესა ამჩნევდი რომ რაღაც ესეთ ცოტა პროვინციალური კი იყო მაგრამ რა არის ეხლა ესეთ იმაში ჩანდა თვითონ ახლა გითხრა რა სააკაშვილის ბოლო პერიოდში მთელი საზოგადოება იყო უკვე ისე ტალღაზე რომ ავტოკრატის ვერ ვეგუებით და მან ახლა ღმერთო ბაბადია და მე შეუწვა ხელი მაგალოში ვარამდი მე რას ვიფიქრე შენ დაუნებურად არ ვიცი ახლა და დეტალებში არ ვიდე მაგრამ აი რა არის იმის მაგერად ვიშა შეცდომები არ გაემეორებინა დამატა ვიშას კლასში წარდვა თვითონ გაიქედა და ახლა უარესი გაკეთა რუსეთში წაგვიყვანდა საერთოდ წაგვიყვანს მაგი გამოძრება მაგი არის მაგრამ ჩვენ აი წლები ახლა მე ვფიქრობ სადღაც 7-8 წელი მოყვარა რა ხო მეტი არა ნუ პირველი 4 წელიწადი ახლა ტვინი არ უსხდებოდა არაფერი ისეთი რეფორმატორული კანონები არ მიუღიათ, მაგრამ ესე რომ მე და კიდო მე ვარ, ეს არ იყო, მაგრამ იყო 16 წლიდან 17 წლიდან, მაგრამ ელანელა აშკარად ავტოკრატიისკენ წავედი და ეხლა შემატყებები დაიწყეს. თან მთელი ინტელექტუალური რესურსი გააგდეს სამსახურებიდან, დაიცალეს შიგნითაც თვითონ და აი რაღაცა შემსრულებელთა კასტა დაიყენა გარშემო გაუნათლებელი შემსრულებელი არა 20 წლებში რამები იყო პრინციპული ტიპების კი ხელისუფლება დამთქმული საერთოდ ძალაუფლება ნიშნავს დათრგუნვას. ახლა ნოტიციან დავიძერო იმან გამოყავდა რა. ვარგი რა. არა ეგუებიან აი სწორად ისი ძალას პირველი ხანი ადამიანები ეგუებიან მე ფეთქდებიან და აგდებენ ეს ლოგიკაა რა და აი მაგ ამ ლოგიკის სასრულებაში ყველაზე მთავარია გამოხატვის თავისუფლებას უფრთხილდებოდეს ხალხი საზოგადოება და ამ ფაზაში ვართ ეხლა და მე მგონი სულ წაიტეხავენ ესენი კისერს. მე მომავალი აქვს საქართველოს როგორ მომავალი ბაგ რა ვიცი ეხლა ჩვენი კატასტროფა ისა რომ ძალიან ბევრი ხალხი გადის საზღვარგარეთ მასობრივად გადიან საზღვარგარეთ. მაგრამ ეგ დაგუპავს რა. აი როგორ არის ეხლა ნოჩა. იმიტომ რომ ეს ზეწოლაც აღარ ხდება ხელისუფლებაზე ისეთი, იმიტომ რომ ეს ხალხი უკმაყოფილო ხალხი აქ რო იყოს. იმ აქციებზეც გადაჭედილი იქნება, მაგიტომ უნდა თამათ რომ წავიდეს უფრო მეტი ხალხი. რუსეთშიც იგივე მოხდა. ყველა ნორმალური მოაზროვნე გაყარეს ქვეყნიდან რუსებმა, მაგრამ მართვადი ბიდო დაიტოვეს. წავიდა რუსეთიდან, მე ინტელექტუალი რუსეთთანაც დაზანო წავიდნენ, გავიდნენ, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლების გარეშე პროგრესი შეუძლებელია. ხო და ჩვენთანაც ანალოგიური სიტუაციაა. იცი რა არის, აი რო უყვედები მამა, ნუ თვითონ იჭრის თავს ბიზნესატორი. ამის მოპარვა ქართველებზე შეუძლებელია რა, მაგრამ არის ეხლა შენ როსტომ ხანი თუ გაგიგია, ყველანაირ კომპრომისებზე წავიდა, ნუ სპასელების კაცი იყო. უთმობდა ყველაფერს, ოღონდ ძალაუფლება შეენარჩუნებინ. ეს სხვა ფენომენია, მაგრამ ეხლა ეს ბიზნეს საბოლოო ჯამში და საერთოდ ნაცმოძრაობა მეთქი. ეს ისენი რა ოცნება არის და ისა ნუ გილიოტინისთვის გამზადებული გასტუკები არიან რა. მე მაინც გონია რომ თუ იქნება მომავალი ქვეყნის უნდა იყოს ისეთი რომ ყველა უნდა აქვს მაინც პასუხი. არა არის ერთხელ მაინც ააღებინო პასუხისგებლობა ყველას რაც გაუკეთებია. ციცი რა ძმელია თუ კი შენ არ პრობლემაა. მაგის ახლა სხვა ისტორიული შეცდომა დაუშვა ნაპოლეონმა როიალისტებმა მომიშეუგდეს მის კარეტას და იაკობინელები იქნებიან და რაც კი ცოტა გადარჩენილი იაკობინელები იმას უყლანი ამერიკაში ესე ვთქვათ საკონცენტრაციო ესე ვთქვათ ძალებით გაიყვანა და დაიხოცნენ იქ უყლანი. პრინციპში არა ნაპოლეონი გიგანტი იყო, ფაქტიურად დემოკრატიული რესპუბლიკური წყობა დაამყარა. ყველა ეს თვითმმართველობები რაც არის ჩვენთანაც, იბაგან შემოიღო მასობრივად. რომის სამართლის კოდექსი ციხეში რო იდგა, საიკითხა აღქონდა და ეს დანერგა. აი რომ უნდა არჩევითობით იყოს ორგანო რამენ პარლამენტზე აგულისხმებიან მერიაზე საგრებული და ეს ყველაფერი დაამკვიდრა ნაპოლეონმა რა ამიტომ თვითონ იყო საშინელი ტირანი პათოლოგიურად ვერ იტანდა როიალისტებს და დაიმარებს იაკობინელს ამიტომ თვითონაც იაკობინელი იყო მაგიზმაც იაკობინელი იყო მაგრამ ძალაუფლება ეს არის აი
ავადმყოფური ჟინი აქვთ ადამიანებს, რომ აი როგორც ესე ცხვრის ფარაში რომ ყოჩები გამოჩნდებიან და ერთმანეთს რქებით რომ ეჯახებიან, რომ მე ვიყო ლიდერი, ეს პიროტული რაღაც ეს საზღარი ისა. ჟინი რომ მე უნდა მართო ცხვრის ფარა და ახლა ქართველებს ცხვრის ფარა არა ვარ და ვერ შეასრულებს. მე ვფიქრობ რომ ესენია განწირული სახელისუფლება და ყველა რაღაცას ველოდებით. როგორ ფიქრობ? შეიძლება ის ერთ დღეში მოხდეს, ორ დღეში. განწყობა არის საოცრად ნეგატიური და ეს იდიოტობა რა რუსთაველის გავზის და პარლამენტის ბიჭ დგება დამნაშავეა. თუ მოძრაო და ბაჭებს ესენი კრეტინები კი არიან, მაგრამ ეს ევროპაში იყო ეგეთი კანონი. თუ კი დავუშვათ ბლოკირებას გაუკეთებდი რომელიმე უწყების შენობას, გიჭერდნენ. და იქ სხვა ეშმაკურისლა იყო. აი ევროპელებმა ახალგაზრდობის ამბავია. აი ესე აი წარმოიდგინე 10-15 მეტრი პლაკატებით მიდიოდნენ ესე 10-15 მეტრში დატრიალდებოდნენ უკან და ასე ნელა დადიოდა კანონს ვარ გვევთო. ჩვენ და რატომღაც ეს ვერ განხორციელდა. აი მაგრამ ბოდიში ახლა ბრიუსელში შტურმი იყო ფაქტურად ფერმერების. და ნეხს ესროდნენ პირდაპირ არავის არ დაუჭერიათ არაფერი არ მოყვა მაგას. ეს პროტესტია და სხვა საინტერესოა მაგათ ეს ფერმერების გამოსვლები ყოველთვის გამარჯვება ყოველთვის. ნებისმიერი სახელმწიფო თითქმის უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქტები გაიყიდოს თავისავე ქვეყანაში და ძალიან დიდ ფულს დებენ და იქ არის საწვავზე ფასტომატულობს ხელაში აქციებს აწყობენ. თვითონ სოფსმერნოვის სამინისტრო ყველგან ბიუროკრატიულები არიან, როდესაც მთავრობას წარუდგენენ რომ ცხოვრების დონე უარესდება, შეიძლება დავუშვათ ვისაც რომელიმე რეგიონში თუნდაც საფრანგეთის 10,000 ტრაქტორის მაგივრად დარჩება მოქმედი 7,000, ეს უნდა სიგნალი იყოს რომ უნდა სათადარიგო ნაწილებში შეეწიოს ვინმე, ვინდა შეეწიოს ბიუჯეტი. ესეთ სისტემებია იქა და ერთი გამოსვლით მიანიშნებენ რომ თუ არ მოგვეხმარები ამაში ჩამოგეშლება ქვეყანა იქ რაღაცა ლოგიკა საზოგადოებრივი წყობა არის იქ და არა ავტორიტარული ყველა ფილად არის თქვი ესე კი პოლიტიკას თავი დავანებოთ თავი ჩემი ტკივილი და უმეტესობა მოქალაქეების ტკივილი ეს არის ჯარიმები სერიოზულად დაიწყეს საზოგადოების დევნა წინაზე დავწერე პოსტი რობინ ჰუდის ეპოქაში ვართ მეთქი ის ერთი რობინ ჰუდი გვინდა თქო რა რო ატყავებდნენ ყველას ხო იცი მოსახლეობას აი ესე ჩვეულებრივად გვატყავებენ ოდნავ ცვლილებას აი პატარაზე ცოტა ბორბალი გადმოწიე ხაზიდან უკვე ჯარიმა მოგდეს არა რა იდიოტია თან კორუფციულად შექმნეს სისტემა რომ გადაავსეს ქალაქები ყველა ქალაქი ანუ ვერ დააყენებ მანქანას უამრავი კორპუსები არის ძალიან დიდი ციფრია და პატარა ტერიტორიაზე ჩაყარეს კორპუსები თვითონ რფულია եղოთ და პლუს აქ რო ვერ აყენებ მანქანას იმასის ფულს შენ გართვევენ ეხლა აი ბათუმში მაგალითად რა არის აი ესეც ხო არის ფსიქოლოგიური როგორც თბილისში და საერთოდ ტრასებზე არის და ეს არა რა არის იმა ეს ხო პროტესტის მასრდის ხო ხისა ბიუჯეტი სიტყვა ხისას ნიშნავს ხო უნდა აკრიფო ვისგან მოსახლეობისგან და მოსახლეობა ხო ფენებად იყოფ ახლა მე უბრალოდ 72 წლის ვარ 7 წელია მე პენსიაზე ვარ და პენსიას ვიღებ არ შეიძლება რომ 100 ლარიანი ჯარიმა იყოს ის რაც ადრე იყო 5 ლარიანი მიშაზე ბრაზდებოდით რომ 10 ლარიანი და 20 ლარიანები შემოიღო ეს არის ახლა მინიმუმი არის 50-100 ლარი. ახლა ძვირდება. ხო და არა, ნუ ეს კალადებს თან გახსოვს რა ქნეს თავიდან ვითომ მიშას მიღებული ეს ჯარიმები და შეამცირეს თავიდან რომ მოვიდნენ ეს ხელისუფლებაში და ახლა მოგწალებული წვლილი მაქვს. შეტანილი ამბავში ბიზილა ყავდა სტურა და ვიტყვი რა ამბავია მეთქე 100 ლარიანი ჯარიმები. და ახლა რა გვიქნეს კიდევ? არა, ეს ახლა რა ჯერი რა 300-400 მილიონი ლარი შედის. არა არის ისეთი ფული და აპარატები ხალხს აი ყველას აქ პათოლოგიური ზიზღი საპატრულო პოლიცია აი მეც გამიჩნდა არასოდეს მქონია ამის უკან არის ვინ კობახიძე არის ეს კალაძე არის ეს კრეტინები რომელებისაც აი ვერ სხვა შორის რა არის მე რაღაც ვიცი თბილისში დაახლოებით 35-40,000 კაცი პენსიონერების ზიანს საჭირს და იმათ ხელფასია აი ბათხო ხელფასი არა ნუ პენსიაზე არიან მე ერთი ჯური შენ წოიცი ტელევიზიაში მე ხელფასს არ ვიღებ არა ხელფასი იქა და ის არის პენსია 2-3 ჯარიმას არ ყოფნის მე თან ისეთი იდიოტობა გამიკეთეს მეცილება 21 წელს ქონია რაღაცა და ის ერთად იგი
აღარ მახსოვს 20 ლარიანი იყო 3-ზე რო გაამრავლო. რაღაცა დებილური სქემები აქვს, მაგრამ და ესე იგი აჩერებენ მამას ტრასაზე და უცებ ეუბნებიან რომ შენ ძალიან ბევრი ჯარი მაგაგ რამდენიმე 1000 გადასახდელი და გადმოსვეს მანქანიდან ჩამართეს მართვის ოწობა ყველაზე უკეთ ის ერე დაიწყო გარკვევა თურმე ჰიპოთეტურად მოძდიოდა ჯარიმები და არ იცოდა მართა არ იცოდი რომელიც ერე გასაჩივრა არა სულ 1000 ლარი ჯარიმა მქონია 2001 წლიდან ისა ბოდიში 21 წლიდან აკავდით არ ვიცოდი მართა არ ვიცოდი იმიტომ რომ მე მომდიოდა ხოლმე რასაც მომდიოდა ესებს ვიხდიდი და ნუ აბათ მოვისოთ ყველა ლიშენიას მოგწესე რო არ იხდიდი შემოთქვა შეტყობინება არ მყინა საიზღარი ის არის ეს ჩერქეზი იყო ვიღაცა ირაკლი ჩერქეზი სენაკში და იმ თქვი აი ლოგიკას დაუკვირდი ეს 72 წლის კაცს რა აჩერებ და ართვე აი მამა აი კატასტროფა არის საერთოდ კრეტინიზმის ყველა საშიშისა მტერი საზოგადოების ამათვა პოლიციელები გვარდიელები როს გვარდია რუსეთში ესა ხეცები არიან ამ გლების ხროვა იგივეა ჩვენთან არ შეიძლება ისი ბრძანების ესე იდიოტობა შესრულება სხვათა შორის ბათუმში გამაჩერეს რაღაცა თურმე შემთხვევით არ ვიცოდი გზა გავჩერდი და საით გავსულიყო და ის პირველად იყო რომ ისე კარგად მომართეს რომ აი მე ხალბატონი ხართო გაგაფრთხილებთ და მე არ მაჯარიმებთ მეთქი იმიტომ რომ ლამის ეს არის საქართველოში გაჯარიმებენ კი არა ხო და გამიკვირდა ანუ იმდენად შეჩეულება რო უკვე პატრულისგან ეგრევე ჯარიმა უხეშობა ეს რომ კრეტინიზმი აი აქ ვიყავ აი მე დიდი მადლობა მეთქი ეგეთ გავგდებული ვიყავი ნუ აი ესე დონეზე არ მიყვანოს ტურისტული ქალაქი რო გონებრივად იქცევიან თან რა არის ესენი ყველა ვიციან ამათმა ადგილობრივი ის მანქანის ნომრები და ჩამოსული რო ხარ აი ეს აქ ინსტრუქტაჟი არის რომ დამსვენებლების შეურაცხყოფა არ უნახდა. ხო რა მართლა მესიამონა და გამიკვირდა, იმიტომ რომ იქ თბილისში შეჩეული ვარ უკვე რომ ეგრევე ის რა არის რასტრილია აი ეგეთი მაში ვარ რა უკვე ტერორში. აი მე მაქვი აი მართა ფანჯარა არის ბათუმი რასა. თბილისი ყაზარმა უკვე ყაზარმა და 9 ნომერი შეხვევების ჯარები დგას იქ. გულისამრები ეს პატრული როგორ შეიძლება ყველა ბრძანების შესრულება მაგრამ მოთხოვნაც არის იგი მიცი რა არის მთელი ევროპული ფული აიგზალა ფაქტიურად ორგანიზაციებისგან მთელი რაც კი შემოდიოდა დასავლეთიდან ეხლა სხვა იმებს ცდილობენ ხო გზებს რომ ფული შეიფსო ინვესტიციები აღარ შემოდის გას ბიზნეს აიჭულს არ დახაშო და მიდის ხალხს წარსვა და ვითომ წესრიგი არის საქართველოს სანამდის ვიქნები მე ვერ შევიზღუდები და სულ არ მადადებს არც კალაძე არც ჩანჩურა ტიპები რო არიანი გული სამე ესენ მალე წავლე რომ არ წავიდან უარესი იქნება მაგათთვის მე უკვე მარტა გილოტინა არა და მე ქვეყნისთვისაც უარესი იქნება იმიტომ რომ მე თუ ეს რევოლუციურ სცენარში გადავა მე უკვე ეს ყველაფერი ხალხი უკვე ძალიან ხო მაგას ვამბობ იმე რაღაც ქვეყნისთვისაც და მათთვისაც უარესი არის მაგრამ ისე რა არის თავარი აინტერესებს ყველას ფულის გაკეთება აღარ აინტერესებთ იქ არც იდეალები და ღირებულებები ასე რომ მანდ ვართ მეგობრებო მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვიდა ჩვენთან ტელევიზორს უყურებს აი რაღაცა ძალიან მინდოდა ამ არხზე რაღაცა ერთობლივი ჩვენი საუბარის ყოფილიყო იმიტომ რომ იმდენად ხშირად გახსენებ ხოლმე ვაი მე უნდა გითხრა რა ესე იგი მე და ვალერი ჩამოვედით აქ ვალერი სიცხე აქვს და გუში რო გავიგეთ არა და მე მეგონა რომ წავიდოდეთ გუში ორშაბათი იყო ჩვენ ორშაბათობეზიო ეხლა უნდა წავიდე ვალერისთან ის ლიმონების უნდა წავო სოდვა სიცხე აქვს და რა ვიცი იცი გელბახიანსი ამბობ ხო ვალერის ესეთი ესე გამოხატვის თავისუფლება მაგისთვის არის ცხოვრების წესი და ეხლა მე მინდა ეს არის თუ ეს შენთან გავა ყველაზე და ისეთი როგორ ვითხრა ეს სენტიმენტალურად თბილები არიან ადვოკატები და ყველა ადვოკატს 40-50 საქმე აქვს და აქედან არა 3% უხდის ჰონორარს დანარჩენები ისეთი გაჭირვებლები მოდიან ვალერისთან და აი რაღაცა საოცრად კეთილი კაცი არის და ყველას უფასოდ უკეთებს აი მე მამა აი რო იცოდე ხა ის რო არის ხა ძალიან დიდი თანამდებობის პირების ადვოკატები 40,000 იღებენ თითო საქმეში გააჩნია წონადობას და ასე შემდეგ ხო და 80% ადვოკატებისა აი უფასოდ ემსახურებიან გაჭირვებული კაცი რომ მოგადგება
და რო იცი რომ მაგას ბოლო დაუშვათ ძროხას წაართმევს საძარიმო საქმეებში და რაღაცეებში ადამიანს იმას უფასოდ უნდა დაეხმარო და ეს ამან გადაარჩენა ჩვენთან მართლმსაჯულობაში ეს ჯიში ადვოკატებისა ძალიან ბევრი ადვოკატი აი თითქმის უფასოდ მუშაობენ რა ხო და არა რატო ვიზარე მარტა ბეჭქარება რომ მივიდე ბუხარო ძალიან დიდი მადლობა მამ მოკლედ კაიხანი ვაბამდი და ჯეკი ჩემთან ეთერში თქვა რა ასე ვილაპარაკო მამიკო დილა არის ჯე არა მეგონია კაი საინტერესო ბარი გამოგვიდა აბა პირველად ხარ ეს შეხარ ჩემთან სტუმრად ძალიან დიდი მადლობა ცოტა ხანი გაჩერდი დროებით მეგობრებო ველოდები კომენტარებს ველოდები თქვენს შეფასებებს და დროებით აბა